მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით საქართველო, განსაკუთრებით კი ჩემ ზუგდიდს, რომლებიც ძალიან ბევრი ხართ აქა. მადლობ თქვენ ყველაფრისათვის, იმ სიყვარულისათვის. აი ამ ტრიბუნიდან მე მინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო. ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ ვიცი ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ბატონმა მიშამ საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღრთოვანებას ვერ მალავდა ჩემ გამარჯვების გამო ზუგდიდში ჩემი ზუგდიდელების ხარდაჭერით. მე მიხარია ეს და მე ვიგრძენი, რომ მე ზუგდიდელი ვარ და მიყვარ ჩემი ზუგდიდი და მე უყვარ ვარ ჩემ ზუგდიდს. მე ზუგდიდს ისე როგორც საქართველოს არასოდეს არ უღალატებ ჩემ პრეზიდენტს ბატონ მიხეილს, რომელმაც სამაგალითო მაგალითი გვიჩენა შვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს. ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდაჭერი არისო, მათ შორის მეც და რამ წარეთ მომატყვილე და შემაცდინე. არ ხედავ რატომ დაიცა შენი რეიტინგი ბოლომდე. ვინ ყავს პარლამენტში, ვინ ყავს მთავრობაში, რა ზიზღის ენით, რა ტერმინოლოგიით სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრეთ აი ამ კლოუნადას, შურს, ზის, ურთიერთ არგატანას დავამთავრეთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ ძალიან მაღლა, როდესაც თქვენ წახვალთ. რაშვებით ზუგდიდში ექიმკაცს დაძდებხართ, სუსი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხავთ, იმიტომ რომ მე მიყვართ ჩემი სამშობლო. ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა მიმართო თქვენ მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. მე ვიცი, განმიცდია ის, როცა შვილი ციხეში ყავს, რა დუხს გულში, როგორ ვერაფერს ვერ ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი. ეს ტრიალებს თქვენ გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა. ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს ათასობით უყვარ ხარ და ცრემლები აქვს თვალზე მომდგარი. თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც ქართულ ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში ოქროს ასევებით შევა. გამაგდით ბატონო პრეზიდენტო,
მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის.